მე ვარ მათედია 39 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში და კითხვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. იქამდე ვთამაშობდი დინამო ბათუმში და პორტუში. გუნდები იმიტომ შევიცვალე, რომ აქ ყველაზე კარგი სიტუაციაა. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. მაქვს გოლის გატანის ალღო და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემ კარიერაში დაახლოებით გატანილი მაქვს 198 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემი მაგუნდელმა ჩააწოდა საჯარიმოში, მე ავხტი და მაგრატერა დავარტყია, გავიტანე გოლი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ მოხსნა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი მწვრთნელებია გიორგი ფაღავა და თორნიკე მასწავლებელი. უფრო მხიარულია გიორგი მასწავლებელი. თორნიკე მასწავლებელია ცოტათი მკაცრი და სერიოზული. ისე ორივე კარგი მწვრთნელია და ბავშვებს ძალიან გვიყვარს. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა 35 სკოლასთან თამაში. თბილისში ჩავედით და მოვიგეთ 2-0. მაგ თამაში გავიტანე გოლი და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. 5 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, გადავალ დინამო თბილისში, მერე გადავალ პარი სენ-ჟერმენში და საბოლოოდ მინდა დავამთავრე კარიერა რეალ მადრიდში. მე მინდა გავხდე რეალ მადრიდის ლეგენდა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება სასტუმროები. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დათუნა დავითაძე. ყველაზე ჭკვიანია გეგა ჟღენტი. ყველაზე მშვიდია ანაბელ გოგუაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და ყველაზე სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, რადგან არ მინდაო კარიერაში ხელი შემიშალოს. თორს რომ მოვიყვან ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ანას. ჩემ ცოლს დავარქმევ ანას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცისანა ქამადაძე. იმიტომ რომ არის გონიერი, კარგად გვასწავლის, არის მხიარული და კარგი მასწავლებელი. ახლა მინდა რომ ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 1 წლის და ქვია ვაჩე. ის არის ჭკვიანი, ჭამელი და ცელქი. ჩემი აზრით ვაჩე რომ გაიძება გამოვა მუსიკოსი. მამიკო არის შრომელი, ვაჟკაცი და უშიშარი. დედიკო არის პრანჭია, ლამაზი, საყვარელი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ფეხბურთელების ისტორია. პატარა ვარ, თორემ ამ წიგნში ერთი თავი მეც დამეთბობოდა. მე კითხვა შემაყვარა ცისანა მასწავლებელი ვარ და მადლიერი ვარ მისი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი საქართველოს ომებზე. ძალოსნური ძოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი ამერიკასთან. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ახლა სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მე-19 საუკუნის გერმანიაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 19 წლის რო გავხტები, ვიყიდი შავ მერსედესს. ბედნიერება არის ოქროს მოგება, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საქართველოს ნაკრებში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.